მოგესალმები, დადგა სამშაბათი საღამოს 9:30 მეგახლავართ გიორგი დარასელია. მინდა მოვიკითხო უცხოეთში მყოფი ქართველი პატიმრები და ჯარისკაცები მინდა მოვიკითხო და ყველა ის ადამიანი, ვინც რა ვიცი, ნეულებასა შინა არის, ვინც უძლურებასა შინა არის, ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვო და ყველაფერი კარგი. ხოლო დღევანდელი ჩვენი თემა იქნება ძალიან რაღაცა მოიწყინა ადამიანმა, სულ მოწყენილები ვართ ხოლმე რაღაცნაირად ისე პრობლემები 1000 რაღაცა ვაკვირდები ხოლმე ხო უამრავი მეგობარი მყავს მათ ცხოვრებას, რაღაცა ზოგი დეპრესიაში ვარდება ასე შემდეგ და თუ აი რას მოაქვს, მიუხედავად იმისა, რომ აი ბევრი ადამიანი აქედან ტაძარში დადის რაღაცა, შემდეგ გამოსული რაღაცა მოწყენილიც არის ხოლმე დეპრესიაში რაღაცა და აი რა მოიტანა ეს ყველაფერი და როგორ უნდა გაუმკლავდეთ ამ ყველაფერს, მოდით ამაზე ვკითხოთ, მყავს მამა დავით ციცქიშვილი, რომელიც ძალიან გაგვახარეთ, მამაო, თქვენი მობრძანებით დაგულოცეთ თუ შეიძლება. უღრმესი მადლობა, მამაო. თუ შეიძლება, მამაო, ძალიან მოიწყინა ადამიანმა ამ ქვეყნად, რაღაცნაირად აი ყველა შეეტყო უკვე რაღაცა მოწყენილები დადარდიანებული, აი ხა ინტერნეტშიც რაღაცა რო უყურებ ხოლმე, სულ ყველა ისეთ სტატუსებს წეს, რაღაც სასოწარკვეთილ მოწყენის და რატომ ხდება ხოლმე, თან ძალიან ბევრი ეკლესიური ადამიანი, მაზიარებელი, მაგრამ ამ დროს იწყეს მაინც და თუ შეიძლება, მამაო, აი როგორ შეიძლება ამას შევხედოთ? ხო, საერთოდ უნდა ითქვას, რომ ეს სასარკვეთილება, დეპრესია, ეს ფონი ერთ-ერთი ურთულესი სულიერი პრობლემა ყველა ეპოქაში ესე იყო, მაგრამ დღეს განსაკუთრებით. იონე კიბისახსარელი ამბობს, რომ არც ერთ ვნებაზე გამარჯვება ისეთ გვირგვინს არ ადგავსო ბერსო, როგორც სასარკვეთილებაზე და გულკარტეხილობაზე. ასე რომ ესე ვიტყოდი, რომ ეს ერთ-ერთი ურთულესი ვნება არის ბრძოლის კუთხით. ფრანკლი არის ესეთი დიდი ფსიქოლოგი. ამბობს, რომ დღის განმავლობაში ადამიანი გაცილებით მეტ უარყოფით ემოციას განიცდისო, მეტი უარყოფით ფიქრი შემოდისო, ვიდრე დადებითიო. და თვითონ რომ ავიღოთ ჩვენ ესეთ სამყაროს არსი მიწიერი. ამას დიდი სიტყვები არ არსებობს, ეს სოფელი ბოროტსაზე დადგას. სისასტიკე, უსამართლობა, გაუტანლობა გაცილებით ჭარბობს. ის რაც არის ჩვენთვის მიბრძველი დადებითი და ამის შემყურებ ბუნებრივია, რომ ადამიანი მიდრეკილი იყოს აი ამ სასარკვეთილების ვნებისკენ. ანუ რა მინდა ვთქვა, რომ აი სულიერი ცხოვრება აუცილებლად გულისხმობს იმას, რომ უნდა გამოიბრძმედო ამ ვნებასთან ბრძოლის კუთხით. ეს სულიერი ცხოვრება მარტო თეორიული წიაღსულები არ არის, ეს საკუთარ თავზე უნდა განიცადო ძალიან ბევრი რამ. და კიდე ერთი რამ გამახსენდა ფსალმუნში ვკითხულობთ, რომ ადამიანის სიცოცხლე არის 70-80 წელი და უმრავლესი მათგანია შრომა და სალმობა, სალმობა ავადმყოფობაა. ასე რომ მიწერი ცხოვრების აზრი სადღაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანში გაჩნდეს ეგეთი, ასე ვთქვათ, განცდები, ფიგურირებდეს. სულიერი ცხოვრებაც გულისხმობს ამას, იმიტომ რომ ღვთისაწინააღმდეგო ძალა ართვლებს ის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სიმარჯვით უპირისპირდება კაცს და ერთ-ერთი მაგისტრალური ხაზი ეგ არის სწორედ. ის რაც არის მტკივნეული, იმის დრამატიზირება მოახდინოს, გაუსაზღლისობის შეგრძნება შექმნას. და არის ალბათ ის ასე ვთქვათ, რაც განსაკუთრებით ამძიმებს დღევანდელ ეპოქაში ადამიანის ფსიქიკას. კერძოდ ის, რომ ძალიან მძიმე ეკონომიური ფონია და ხალხი დაიღალა. გაწრეულები გრძელდება ეს და პირდაპირ უნდა ითქვას, რომ რეალობა ის არის, რომ იმედი პოლიტიკოსებმა ვერ გაუმართლეს. ვამბობ იმას, რაც გარშემო მესმის და პირადად რასაც ხედავ რა. მოდის ახალი ხელისუფლება, მაინც ხალხი უკმაყოფილოა. ცხოვრების დონე უფრო და უფრო დაბლა ეცემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეორე არის ის, რომ ჩვენი დროის
ეპოქის უბედურება რა არის, რომ გაეგოისტდა ადამიანი, ჩაიკეტა საკუთარ თავში. იცით, ადრე უფრო შეიძლება დიდი გაჭირვება იყო ომის დროს. თქვა დიდი სამოვლო ომის დროს, მაგრამ მაშინ სხვანაირი სითბოტრიალებდა, სხვანაირი ურთიერთობები იყო, სხვანაირად უდგნენ მხარში. ეხა ადამიანი საკუთარ ნაჭუჭია, ჩაკეტილი. და დღევანდელმა ეპოქამ მარტო დატოვა საკუთარ ფიქრებთან, ემოციებთან, განსასწრებთან. ძალიან წინ წამოიწია იმ, ასე ვთქვათ, განაზომიერებამ, რომ სხვისი ჭირი ღობეს ჭხირი. ასე რომ ეს მომენტი ჩემი აზრით ფიგურირებს. მე ძალიან დაცემულია განათლების დონე. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ როდესაც ღრმა არის ადამიანი, როდესაც კითხულობს, ვითარდება, იქ უარყოფითი, ასე ვთქვათ, დარტყმები მაინც უფრო ნაკლებად აღწევს ადამიანამდე. იმიტომ რომ რაღაცა ხვდება. რაღაცა სულიერი საზრდო, რაღაც ხელოვნების, ასე ვთქვათ, ნიმუშები ასაზრდოებენ. ანუ გარკვეული კუთხით დაცულია, რომ ამ მწარე რეალობას სინამდვილეს ნაკლებად შეეჯახოს. ხა შეიძლება მე სრულფასოვანი ანალიზი მაინც ვერ გავაკეთო, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ბევრი ნიუანსია აი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს დეპრესიული ფონი ძალიან ძლავრობს და მე ესე ვიტყვიდე, რომ ფსიქიკურ აშლილობათა მე მგონი ყველაზე დიდი პროცენტი მოდის აი ამ დეპრესიულ, ასე ვთქვათ, გადახრებთან მიმართებით. დიახ. საერთოდ საიდან აი ბუდობს ხოლმე ადამიანში ხლა ჩვენ ვიცით რომ ამოა ხა ეკლესიური ადამიანი ვინც ხა ეკლესიაში დადის ხო თავის მოძღვრები და ყველანი არავინ არ ეუნება იმას რომ აი მატერიალურად ხა ადით აი ფული შოვი და ბედნიერები იქნები და რაღაცა ასე შემდეგ ხო იმიტომ რომ 1000 მაგალითია მე მინახავს უფულო ბედნიერი და მინახავს ფულიანი უბედური ხო ხა მაიზამეც რაღაცა თანხებზე არ არის აქ ხო რაღაც ისეთი ცხოვრებაზე არ არის ხო დამოკიდებული და აი რა შეიძლება მამაო თვითონ ამ ადამიანებს ურჩიოთ იმიტომ რომ აი რაში შეიძლება ის პატარა ბედნიერება ნახონ რომ აი იმ პატარაში რომ რაღაცნაირად აი გამოძვრენ იმ სიტუაციიდან რაშიც ვარდებიან დღეს იმიტომ რომ სამწუხაროდ აი შეიძლება წინ ედოთ რაღაცა ის რაშიც არის მათი ბედნიერების გასაღები და იმას ვერ ხედავდნენ მამაო და სადაც სხვაგან ეძებდნენ დღეს ჩვენ ესე ვართ, იმიტომ რომ ღმერთი არ გაგვწირავდა აუცილებლად რომელიღაცა ყუთში ჩვენს წინ დევს, ხო რაღაც ეს ბედნიერება, მაგრამ ჩვენ ვერ იმაშვებით თუ აი არ ვიცი, ვერ კვაყოფილდებით ამით თუ რატო, აი თუ შეიძლება მამა იმ ადამიანებს რო ურჩიოთ, იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს არის მოწყენილი, სახე ჩამოტირის, ზოგს პრობლემაც არ აქვს, უბრალოდ ის არის პრობლემა, რომ იწყეს თვითონ. აი თუ შეიძლება? იცით, საერთოდ უნდა ითქვას ის, რომ აი ვახსენე, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, წყარო დეპრესიის ეს არის მატერიალური მომენტი. დიახ. ხა მე ადრე ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, რომ აქ უნდა გავაფართო თვალსაჩინო და ვთქვათ, რომ ყველაფერი უფლის დაშვებით ხდება. ერთ-ერთი მაგალითიც მოვიყვანე, რომელსაც ხშირად აღნიშნავ ხოლმე და მომყავს. ერთხელ მონასტერში წავედით და ერთ-ერთი ბელგიელი ქართველი იყო, ვინც იჯდა საჭესთან და ესეთი რაღაც თქვა, რომ იქ ბელგიაშიო ტაძრები არისო დაკეტილიო. ხა გასაგებია, რომ მართლმადიდებლური ტაძრები არ არის, მაგრამ მაინც რაღაცა სალოცავია და საღამოობით თუ გახსნისო მოხუცებული ხალხიო, იმიტომ რომ ღმერთი არ ჭირდებათ. თუ რაიმე პრობლემა არისო, მატერიალური ან სხვა სახისო, მე აკითხავენო საერთაშორისო ორგანიზაციებს და ისინი მოუგვარებენო ამას. ასე რომ აქ აი ესეთი ძალიან საინტერესო დეტალი იწევს წინ. ის რაც დღეს ხდება, დიდი თქვათ ფსიქოლოგიური წნეხია. შეიძლება ითქვას სულიერიც, იმიტომ რომ ბევრი სულიერი თვალსაზრისით ვერ უძლებს, მაგრამ ეს ყოველთვის დაშვებით ხდება. ამიტომაც წერია სახარებაში, ფიქრობ ხვალინე დღეზე რა ჭამოთ რაცვას, რით შევიმოსოთ, იფიქრეთ სასწაულზე და ეს ყველაფერი მოგეცემა თქვენ. 90-იან წლებში ძალიან ბევრმა ოჯახმა ისე გამოყვება თავი თვითონაც არ იცის. როცა იცი ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს სწორად. ეს კიდე ცალკე კატეგორია სწორი ეკლესიური ცხოვრება, მე შეიძლება რომ ამ თემასაც დაუბრუნდეთ.
უფალი ყოველთვის აძლევს მას. აი მრავალი შემთხვევა აღწერილია გაჭირვების დროს, როგორ მოსულა თვითონაც არ იცი ეს დახმარება. ეხლა ხაზი მაინც როგორია ჯანსაღი მართლმადიდებლური, რომ სარდაფები კი არ გექნება ხორაგებით სავსე და თავზე კი არ გადაგება, მაგრამ შენი სამყოფი აუცილებლად გექნება. ასე რომ ეს ყველაფერი ზემო დარეგულირდება და როდესაც ესეთი ვითარებაა საქართველოში, ეს უფალზე მინდობას გასწავლის. მაგრამ ამავე დროს არის მე ესე ვიტყოდი კაცრი კანონებიც. კერძოდ რა იგულისხმება. განსაკუთრებით მინდა ყურადღება გამოვხილოთ, რომ აი რასაც მამა ივანე კიბისახწერელი, რომ ის ამბობს, რომ სხვა არის ღვთის განჭვრეტა, მეორე მისი შეწევნა. კიდევ სხვა დაცვა, წყალობა ნუგეში. პირველი ყველა არსებაზე ვრცელდება, ანუ განჭვრეტა. შეწევნა კი ღვთის ერთგულებთან ხდება, დაცვა ისეთ ერთგულებთან, რომლებიც მართლა ჭეშმარიტად ასეთები არიან. წყალობა სუფლისთვის მომუშაკენი მოემკიან, ხოლო ნუგეში კი მისი მოყვარულნი. ეხლა რას გულისხმობს ეს, რომ რახან საქართველოში არის ასეთი ვითარება, უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მისი პარტია ბრჭყალებში არის ღმერთი. რახან არ არიან ეს საერთაშორისო ორგანიზაციები, რახან სოციალური დაცვა არის ძალიან დაბალ დონეზე, ესე იგი შენი პატრონი არის ღმერთი, მაგრამ როგორ გითხრათ, იცი, მე მაგალითად ის რაც ვნახე, თქვათ იგივე ჩემ გამოცდილების თვალსაზრისით, ღმერთი ლამაზი თვალებისთვის არ დაგეხმარება მარტო. ღმერთი იხმარება იმას, ვინც მის წესებს იცავს. აი როგორც აი სამსახურში რომ მუშაობდე, ხო? და იქ ყველაფერს აკეთებდე, რაც საჭიროა. უფროსი ხო პატივს გცემს, არა? და თუ არ იდექი სათანადო სიმაღლეზე იქ გაასდინე, ის რაც გეოლება არ შეასრულე და ასე შემდეგ, არა, მოწყალე თვალით არ გამოხედავს ხო უფროსი. იგივე ლოგიკა აქვს. მაგრამ თუ შენ იმსახურებ და სწორად ცხოვრობ, იქ სულ გრძნობ უფლის მიერ შეწევნას. და თუ ამას ვერ გრძნობ, ესე იგი რაღაც არის გამოსასწორებელი. იცით, აი მე ხშირად ვფიქრობ ხოლმე, აი მესმის, რომ არის გაჭირვებული ადამიანი, მოხუცებული, რომელიც პენსიაზეა, რომელსაც დამხმარე არავინ არ ყავს და ადამიანური თვალსაზრისით გული გეთუთქება, იცი, რომ აი როგორი გაჭირვებულია ის, მაგრამ მე აი რო გებულობ მისი ცხოვრების შესახებ, მიხედავ ამის გაჭირვებისა, რა ნაბიჯებს კი არ დგავს უფლისკენ. კი არ შემოდის მასში სიბრძნე, განსაკუთრებით რომელიც ასაკთან ერთად უნდა შემოვიდეს, იმიტომ რომ 60, 70, 80 წელი ხა. გავიდა ხო ცხოვრება ხა. ნახე აი ამ ცხოვრებაში რაც იყო ხა. რაღა უნდა დაგჭირდეს გარდა ღმერთისა, ხო? არა, მაინც აი ესეთი ბოდიშეს კელკანიანი რჩება. და მე ვფიქრობ, იცი, რომ ამ ადამიანმა არ დაიმსახურა უფლის წყალობა. იმიტომ ეს გაჭირვება, ეს განსასწრელი რომ მოვიდა, რომელიც მომართული იყო იმისთვის, რომ უფლისკენ ნაბიჯები გადაედგა, ეს ვერ იგრძნო და ვერ გაითავისა. უფალს შეუძლია ერთ წუთში მთელი ჩვენი ქვეყანა მილიარდების პატრონი გახადოს. რა არის ღვთისთვის შეუძლებელი? თითოეული ჩვენთაგანი ეკონომიურად ძალიან წელში გამართოს. აბა წარმოედგინეთ ღმერთი და მისთვის ეს არის არაფერი, ხო? მაგრამ რატო არ აკეთებს ამას? ასე რომ ჩვენ ხშირად აი ამ თვალსაწიერს არ ვაფართოვებთ ხოლმე. რატო არის ეს ყველაფერი დაშვებული? ეს განსასწრელი, ეს ჩვენი ურთულესი ხვედრი. იქ კიდე ბევრი მომენტია, ბევრი მხარეა, მე უბრალოდ ერთი კუთხით შევხედა ამ პრობლემას, რომელიც ძალიან ასე ვთქვათ, დღეს ძაფრად დგას, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი, ბევრი ქართველი გარბის ხო უცხოეთში, რისთვის გარბის ახლა? გარბის, იმიტომ რომ სამუშაოა, იმიტომ რომ იქ უფრო ეკონომიურად დაცულია, კარგად გრძნობს თავს. და რამდენისგან გამიგონია, რომ მე რო აქ კარგად ვიყო და შესაძლებლობა მქონდეს ნერვიულობის გარეშე ოჯახი ვარჩინო, რა მინდა იქ საზღვარგარეთ ვიქნები აქ, ხო? ესეც ხო ძალიან გავრცელებული, ასე ვთქვათ, სიტყვებია. არ ვაუბრალოებ მე იმ წნეხს, რომელიც დღეს არის საქართველოში, პირდაპირ გეუბნებით. ფსიქოლოგიური კუთხით, როდესაც წლები, ათწლეულები ეს გრძელდება,
ადამიანურად გული გეთოთქება და გებულობ იმ ადამიანების, მაგრამ არის კიდე სულიერი ლოგიკა, რომელიც სულ სხვა, ასე ვთქვათ, განზომილებით მოდის შენში და იმ კუთხით თუ არ შეაფასე მაინც დღევანდელი სიტუაცია, მაინც ვიწრო ჩარჩოებში რჩები. სამამო არსებობენ ხა ადამიანები ხა მაინც ვინაიდან ღმერთის გარეშე არაფერი არ ხდება, რომ სიტყვაზე ის ადამიანების გმირები, ვინ წასულები არიან და იმ აქ პურს ვიღაცა ჭამს მათით, ეხა იმ მათაც ვერ დაუკარგავთ ხო იმას, მაგრამ შეიძლება რომ სიტყვაზე შეიძლება და ის ადამიანი ღმერთს მინდებოდა და აქაც ექნებოდა ის, ხო, სიტყვაზე, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიხედებით ესე სულიერად, ხო? დიახ. მადლობა, მამო, ამისათვის ძალიან დიდი, მამო. ჩვენ ადამიანები ხშირ შემთხვევაში აი ჩვენი აი უკმაყოფილებით ამით ხო ფაქტიურად აი ღვთისადმი უმადურები ვხდები და წინათ აი მოძღვარიც ამბობდა რომ რაღაც აი ჩვენ რო შევხედოთ რომ სულ ვითხოვთ ღვთისაგან რომ აი სიტყვაზე ღმერთო ეს გამიკეთე რატო არ გამიკეთე რაღაცა ხო და ჩვენ რო შევხედოთ რომ აი სამაგიეროდ კი არა უბრალოდ ჩვენ რა გავგიკეთებია ღვთისათვის აი თუნდაც აი ერთი მომენტი ხო ეგრევე მივხვდებით რომ ჩვენ ვართ ძალიან უმადურები და არაფრის ქნელები და არაფრის გამკეთებლები და დაუნახავები იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ღმერთთვის არაფერი გავგიკეთებია და იქითკენ აქეთ ვითხოვთ ყველაფერს. აი თუ შეიძლება მამო, აი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყველა ესე მიდის დეპრესიამდე, მამაო, რომ იწყებს, რომ აი პირველი წვეთი არის ის, რომ აუ დავიბადე და თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინე და ეს მომენტი აქვთ მამაო და აი თუ შეიძლება მამო, ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე ღვთის გმობამდე მიდიან, იმიტომ რომ ღმერთმა რაღაც სიხარულის შექმნა უნდა გაიხარო და ყველა რაღაცა მე არ ვიცი, ესეთი მოწყენილი საქართველოს არასდროს არ ყოფილა ალბათ, რა აი ომები და რა არ ყოფილა, მაგრამ ესეთი მოწყენილი სახეებით ისე გული მწყდება, ისეთ ადამიანებს ვნახულობ, მამო, ისე დეპრესიაში და აი, საერთოდ მოულელები, რაღაცა ისე გული მწყდება, რომ აი ჩემი გული წაიღეს ამ ადამიანებმა. თუ შეიძლება, მამო, აი ამასთან დაკავშირებით რა. არა და შეუძლია იყოს რაღაცა ლაღი და სხვანაირი. ბოდიშით გამიგზელდა. დიახ. ნუ ახლა უნდა ითქვას ის, რომ ეს სხვათაშორის ეკლესიური ცხოვრების ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, კერძოდ რა, რომ ღმერთს უყურებენ როგორც გარანტს თავის კეთილდღეობის. კერძოდ რა იგულისხმება, რომ იმისთვის, რომ ოჯახი შედგეს, ამისთვის აუცილებელია ჯვრისწერა, რომ ბედნიერი იყოს ოჯახი. იმისთვის, რომ ბავშვი ავად არ გახდეს, უნდა მოინათლოს, უნდა ეზიაროს. იმისთვის, რომ ვიღაცამ ჯადო არ გაუკეთოს, ან თუ გაუკეთა, რომ არ იმოქმედოს, იქ წმინდანის მიწა უნდა მოიტანონ სახლში და დააბრძანონ. ანუ მე რა მინდა ვთქვა, რომ ცნობიერად ძალიან ბევრ ადამიანში სწორედ ეს მოთხოვნაა, რომ ღმერთო, შენ უნდა იყო ჩემი გარანტი უსაფრთხოების, მატერიალური კეთილდღეობის, ჯანმრთელობის და ასე შემდეგ. ხა პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს ძალიან ღრმად არის ჩვენში გამჯდარი ეს ტენდენცია და ამის როგორ გითხრა, გადალახვა ისე რომ აი მოგინდეს უფალთან მისვლა ამის გარეშე, განცალკევება ურთულესი ამოცანა. პირდაპირ უნდა ითქვას. მაგრამ კიდევ მეორე აქ უკვე აი ზედმეტი მოზდით აი ამ თვალსაზრისით და სწორად შენით თქვენ რომ უნდათ რომ ღმერთი დაეხმაროს, მაგრამ ფაქტიურად არაფერს არ აკეთებენ იმისთვის რომ დაეხმაროს. ეხლა ეს მაგალითი მინდა მოვიყვანო, თქვათ მეცნიერი რომელიც არ კითხულობს თავის სფეროში ნაშრომებს, წიგნებს, არ მუშაობს ამ მიმართულებით. ეხლა იქ რა წარმატებები შეიძლება ილაპარაკი. სპორტსმენი, ფეხბურთელი თამაშობს, თუ არ ივარჯიშა. იქ ბუნებრივია დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, ხო? აი ასე არის უფალთან მიმართებითაც, იცით? აი რამდენჯერ შემინიშნოს ისე მოდის ადამიანი. თქვათ სამუშაო არა აქვს, ცხოვრებაში ხელი არ უმართლებს. ხო და ისეთი შეგრძნებაა თითქოს მოვიდა ეკლესიაში, ახსარება თქვა ეზიარა, ცოტა ხანი იარა და უცებ უნდა რომ მოვიდეს წყალობა უფლის. ესე არ ხდება. ეს არის დიდი ხნის კი არა მთელი ცხოვრება გრძელდება ეს უფალთან ურთიერთობა თუ შეიძლება ასე ითქვას. აქ ძალიან მკაცრი წესებია. აქ უცებ ერთი მოსვლით რაღაცა მოკლე მონაკვეთის სიარულით წყალობა არ მოაუფალი.
ლისგან. უფალი უმზერს ამ ადამიანს, აბა, რამდენხანს გაძლევს, რამდენხან შეინარჩუნებს სტაბილურობას, როგორ მოთმინებას გამოავლენს. მართალი კაცი მოვიდა თუ მტყუარი? მართალი თუ მტყუარი, ხა სადღაც თქვა სორბონის უნივერსიტეტში რო ჩააბაროს ადამიანმა, იქ რა ერთ თვეში მისცემენ დიპლომს, თუ 4-5 წელი უნდა რა. არ ვიცი რამდენად გასაგებად ვამბობ, უბრალოდ კვეთავ უფლის მიერ ხას. ადამიანის მე დახმარებას და ადამიანს მიიღოს ყველაფერი, დიახ. ხო, ესე არ არის, ამას ჭირდება თვეები, ამას ჭირდება წლები. დრო გამოცდილება. დრო, მერე ჭირდება მონდომება, იძულება საკუთარი თავის. ეხლა მოდიან ჩემთან მაგალითად მეუბნებიან. თქვენ იცით დილის აღამოს ლოცვები. აი რამდენს უთქვავს, იცი? აი ვკითხულობ მოკლე ლოცვას. რომელიცაც რომ კითხულობ, ამას უნდა თქვათ 9 წუთი. ის დილის ლოცვის კითხვა ეზარებათ. ასევე ძილისწინა ლოცვის. იქ არ არის ლაპარაკი, რომ დღის განმავლობაში ლაპ სამონი წაეკითხვან დაუჯდომელი. ეხლა ვეკითხები, აი როგორ ფიქრობ? რამდენად სერიოზულია შენი ურთიერთობა ღმერთთან? ღმერთი რო ხედავს, რომ აი 9 წუთი დაუთმე და 10 წუთი რო უნდა დაგეთმო და დღის განმავლობაში რამდენ დროს გაძლევს უზენაესი. იქ იშრომე, ისწავლე, გაერთე, დღეღამეში 24 საათია, ხო? 24 საათიდან შენ 10 წუთიც კი არ გამოყვავი უფლისთვის. იქ რა წყალობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. და კიდევ ერთი, მარტო ის კი არ არის თქვა მარხვა დაიცვა, ილოცო და ასე და ასე შემდეგ. საერთოდ ბევრს არ ესმის რა არის ქრისტიანული ცხოვრების არსი. ქრისტიანული ცხოვრების არსი ეს არის საკუთარი თავის მოთოკვა. არის ესეთი დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის შესახებ ფაქტიურად ბევრს და მათ შორის მრევლსაც, მრევლის დიდ ნაწილს წარმოადგენს ეს არის ასკეტიკა, ვნებებთან ბრძოლა. რომლის უმთავრესი კანონი რა არის, იცით, რომ აი ღმერთთან ურთიერთობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი გონების დაცვა. რა იგულისხმება ეს? ამაში იგულისხმება, რომ დღის განმავლობაში ადამიანში უამრავი ცოდვილი განცდა შემოდის. იქ ვიღაცაზე გავბრაზდებით, ვიღაცის შეგშურდება, ვიღაცას განვეკითხავთ. და ვინც აი გონებას, ასე ვთქვათ, ინახავს წმინდად. ამ შემთხვევაში როგორ იქცევა? ვიღაცაზე გაბრაზდი, ხო? გასაბრაზებელზე მეტი რა არის ამ ქვეყნეთ, არა? შენ თვალწინ არის უფალი და იმის და მიხედვით მსჯელობ. აი უფალი რომ მიყურებს ახლა, შეიძლება მე მართალი ვარ, მაგრამ მოსწონს რომ მე 1 საათი, 9 საათი ვიფიქრო ამ ჩემ გაღიზიანების წყაროზე. ვიღაცის შეგშურდა, ხო? შური ძალიან ბევრჯერ იბადება ადამიანში. აი ამ შემთხვევაში ადამიანი რას აფიქსირებს, ვინც ცდილობს რომ სულიერად იცხოვროს. მოდი, კი, შური შემოვიდა ჩემში, მაგრამ ნუ მივცემ მას გაქანების საშუალებას. აი ბევრი ესეთი განცდა შემოდის. და ფაქტიურად ღმერთთან, როდესაც შენ გაქვს ორი ურთიერთობა, სულ ცდილობ რომ საკუთარი თავი აკონტროლო ამ თვალსაზრისით. თუ ხსოვნა გაქვს უფლის. ანუ მე რა მინდა ვთქვა, რომ მართლმადიდებლობა, ღმერთთან ურთიერთობა, ეს არის მუდმივი ხსოვნა უფლის. მუდმივი მუშაობა საკუთარ თავზე. არა მხოლოდ ყოველდღიური, არამედ ყოველ წუთიერი, ყოველ საათობრივი. ეხლა არ მინდა რომ ვიღაცა შევაშინო. ეს მერე იზრდება ეს, რომ ყოველ წუთიერი, ყოველ საათობრივი დამწყებს, ეხლა ამდენს ვერ მოთხო, მაგრამ კონტროლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ეს კონტროლი არ არის, გინდა 9 ჯერ იყო იერუსალიმში. ეს იერუსალიმში წასვლა გიშველის. გაიგეთ რა შეასახა. კიდე მოილოცო სხვა წმინდა ადგილები. ხატებით კონდეს სავსე ოთახი. თუ შინაგან ტაძარს იშენებ, თუნდაც სახში კონდეს საკურთხეველი. ეხლა ბჭყალებში რა თქმა უნდა ესე არ ხდება. არაფერი არ გიშველის. ხო და ამიტომაც როგორ გითხრათ, იცით, აი ეს მომენტი არის, რომ სამწუხაროდ ბევრს არ ესმის ქრისტიანული ცხოვრების არსი. მე ბევრს არ ესმის უფალთან სწორი ურთიერთობა. მამა სილოანი იყო, დიდი ბერი ათონელი, ის ამბობს, რომ მორწმუნე შეიძლება ბევრიაო, მაგრამ უფლის მცოდნე არისო ცოტა.
ეს კიდე სხვა კატეგორიაა. შენ სწორად გესმოდეს ღმერთის, ეს არის კიდე სხვა კატეგორია. და ჩვენთან შეიძლება მორწმუნეები ბევრი არიან, მაგრამ გამგები თუ რა არის მართლმადიდებლობა, არის ძალიან ცოტა. სამწუხაროდ ალბათ ჩვენც მოძღვრები არ უწყობთ ხელს, რომ სათანადოდ წარმართოთ მუშაობა, რომ ეს გაიგონ. თუმცა აქაც ძალიან ბევრი პრობლემაა, იცით? კარტკველს კარგი გამგონიც უნდაო და დღეს უციგნურობის ეპოქაში ძნელია, რომ ადამიანი რაღაცნაირად ისე მიიზიდოს, რომ უცა ძალიან ბევრი რაღაცის კითხვა გაცნობა ეზარება, აი ამ უღრმეს სფეროს ჩაუკვირდეს, როგორც არის მართლმადიდებლობა. ძალიან დიდი მადლობა ესეთი ლამაზი საუბრისათვის. რა ვიცი რა გითხრათ. მამო, აი ამასთან დაკავშირებით კიდე აი თუ შეიძლება რომ აი როგორ უნდა იმასქან, აი ხო შეიძლება რომ სიტყვაზე აი ზოგს არ ქონდეს იმის საშუალება რომ რაღაცა წაიკითხოს რაღაცა, მაგრამ არის ის რომ რაღაცა საქციელი, რაღაცა ნამუსი არ უშვებდეს იქამდე. ხო, ეხლა მაინც და მაინც შეიძლება სილვან ათონელი ვერ წაიკითხონ, მაგრამ სიტყვაზე წესიერი ადამიანი იყოს და აი ამის ის საშუალება არ ქონდეს რომ სიტყვაზე აი ეს იმასქნას. აი ხო არსებობენ ისეთი ადამიანები ხა, მაგათ შეიძლება არაფერი წაუკითხია, მაგრამ ცხოვრებაში ბოსიბოროტეს არ გააკეთებს, ხო? ნუ ეხა მაინც რო წაიკითხა, უფრო ის უკვე გავალდებულებს, რომ ბოროტი არ იყო და უკვე ნასწავლი ხარ და უკვე სხვა ის არის, მაგრამ სიტყვაზე ხო არსებობენ, ხო რაღაც არის, ხო ღვთის რაღაცა აი განსაკუთრებული ის აი როგორც აი მოციქულებზე რო იყო, რომ განსაკუთრებული მადლი რაღაც აქვს, ხო ესეთი ადამიანები. აი ამ ადამიანებს მამო, აი რა შეიძლება ურჩიოთ, რომ სიტყვაზე აი თავისი წესიერების და გამო, თავისი აი ამ ყველაფრის და გამო, რაღაცა მაინც დეპრესიისკენ მიდიან ხოლმე რა. შეიძლება აი არ ვიცი რატო, შეიძლება არასწორად დადიან, თუ აი არ ვიცი, თუ შეიძლება მამო, აი ამასთან დაკავშირებით. აი როგორ შეიძლება რო იმასქენ, რავი, 1 2 3 კითხვა ერთად გითხარი თუ. ცით რა არის აქაც ალბათ მე მგონი რაღაც რთული ტექსტებია, რაც მითხარით. იცით რატო, იცით ბოდიში ვიხდი რა, იმიტომ რომ მე იმიტომ ამბობ, რომ თქვენ იქამდე ამბობდით, რომ რაღაც პირად საუბარში მითხარით, აი ტაძარშიო მაინც და მაინც მიდიანო იმის და გამო, რომ აი სიტყვაზე ის სწორად არ დადიანო ტაძარშიო რა, იმიტომ რომ არის ადამიანი მე აი ღვთისგმობამდე, იმიტომ იცი რომ 20 წელი დადის ეკლესიაში ეს კაცი შაბათ კვირას, ყოველთვის რაღაცა დადის, მაგრამ ამ დროს არც უმართლებს, ხედავს იქ ვიღაცა არ დადის, იმას უფრო უმართლებს და ასე შემდეგ და ეს ხო აი სხვა მხრივ დადის, თქვენ რო ახსენეთ რა, სხვანაირი მრევლი ვართ ჩვენ რაღაცნაირი და თუ შეიძლება მამა აი ამასთან დაკავშირებით აი დიახ მესმის. იცით რა არის აი ამიტომაც ვიძახი რომ აი მართლმადიდებლური ცხოვრება კიდე სხვა არის ვიდრე მარტოდან ტაძარში სიარული. შეიძლება 20 წელი იარო ტაძარში. მაგრამ არ ქონდეს წარმოდგენა იმის შესახებ უფალი შენ გარას მოითხოვს. აი იგი სასწორკვეთილების ვნება აღნიშნე მე. თუ 20 წელი დადიხარ ტაძარში და ისე გვარდები მწუხარებაში, სასწორკვეთილებაში. ესე ფაქტიურად რა გამოდის, რომ შენ ტაძარში არ დადიხარ. თუ ისე გამოდიხარ წყობიდან, თუ ისე შურიანი ხარ. ამიტომაც ეკლესია რა არის, ეს არის ადამიანის გამოსწორების რელიგია. შენ უნდა წარემატებოდეს საკუთარი თავის მოტოქვის კუთხით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა და ეს უცებ კი არ ხდება, მაგრამ თუ ერთი და იგივე ადგილს ტკეპნი და შენში არაფერი არ იცვლება, იქ რომელ ასე ვთქვათ ურთიერთობაზეა ღმერთთან საუბარი. იქ ღმერთი აუცილებლად გინდა 30 წელია და 50 წელია, რომ ხელს არ მოგიმართავს და გაგზნობინებს, რომ რაღაცა გამოსასწორებელი იმისთვის, რომ ჩემი წყალობა შენთან მოვიდეს. იცით რა არის? როგორ გითხრათ, აი ჩემთან მოდენ ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა რა არის ხოლმე, იცით, აი სასულიერო პირების. აი მოდის ადამიანი დიდი ხნის მრევლი. აი ესე წუწუნებს. მოთქვა საკუთარ ბედზე. და როგორი მტანჯველურია, იცი, რომ აი ვერ გებულობ აი ამ ადამიანს რა აქვს ისეთი გამოსასწორებელი, რომ არ მოდის უფლის წყალობა და ესეთ დათრგუნულ ყოფაშია. ზოგჯერ ვერ ხვდები, პირდაპირ უნდა გითხრათ. ამ თავის წუწუნში, მოთქმაში, ტილში მალავს, არა და მე პირადად მეუბნები, რომ მოდი დაფიქრდი აბა. აი როგორ ფიქრობ, აი დარჩი ჩვენ და უფალი. აი უფალი რის გამოსწორებას მოითხოვს შენგან.
და შეიძლება წლები გავიდეს და ამას ვერ მივხვდეს, იცი? აი რა არის ის, რის გამოც უფლის წყალობა, ასე ვთქვათ, ჩერდება მასთან. ეს არის ურთულესი ურთიერთობა ადამიანსა და ღმერთს შორის. კიდევ ვიმეორებ, ეს არ გადის მხოლოდ მარხვაზე, აღსარებაზე, ზიარებაზე. ეს გაცილებით დიდი შემოქმედებითი წიაღსვლების მატარებელია. თუ ესეთი წიაღსვლები არა გაქვს, გაყინულია შენი ყოფა. და მთელი შემთხვევაში შედეგი არის ის, რომ უფალი არ გიმართავს ხელს, იმიტომ რომ მთელი წლების განმავლობაში ელოდება რაღაცას შენგან და შენ ამას არაფერს არ აკეთებ. შენი მარხვა, შენი ლოცვა, შენი აღსარება არის ტრაფარეტული. მუდმივად ერთი და იგივის გამეორება. ეს თემა მაინდამაინც არ არის ადვილი, იცით, გადმოსაცემად, არ ვიცი, რამდენად ნათლად განმარტავ იმას, რასაც მე ასე ვთქვათ, ეხა ვამბობ, რაზეც ვსაუბრობ. მაგრამ აი ეს შეინიშნება, იცით. კიდევ ვიმეორებ, რომ უფალთან ურთიერთობა ეს არის ხელოვნება. აუცილებელია მარხვა, ლოცვა, აღსარება, ზიარება, მაგრამ არის კიდე რაღაცა უმნიშვნელოვანესი სფერო უფალთან ცოცხალი ურთიერთობის, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცას მიუთითებს ადამიანს. უნდა გქონდეს აი ეს დაჭერის უნარი. იმიტომ რომ უფალი სადისტი არ არის. ესეც სხვათა შორის ერთ-ერთი ძალიან დიდი პრობლემაა. დიახ, აი თუ შეიძლება იმას. ესეც დიდი პრობლემაა, ისე კი არ არის, რომ აი უფალი უცებ შეიყვარო შენ და მაშინ დაინახო მოსიყვარული მამა. ბევრ ადამიანთან ქვეცნობიერად სადღაც შემოდის, რომ რატო არის ეს სისასტიკე ამ სამყაროში? რატო გვდება პატარა ბავშვი, რატო არა აქვს იმას პულის პული? და ასე შემდეგ. უფალი რატო უშვებს ამას? ეს ძალიან რთული გადასახარშია ადამიანისთვის. სანამ შენ დაიჭერ, რომ ეს უფლის დაშვებით ხდება და აქ ძალიან დიდი ლოგიკაა ჩადებული. მანამდე, არა, ძალიან წვავენ განცდები შემოდის, თუმცა შეიძლება ამას არ მისცე გაქრანების საშუალება. ისევე რაც გითხარით ახლა მე აი დასაწყისში. რატო არის ეს ეკონომიური გაჭირვება? უფალს ხო შეუძლია რომ უცებ ააყო საქართველოს. მაგრამ იმიტომაც არის, რომ შენ უფალზე მინდობა ისწავლო. სულიერი კუთხით წახვიდე. ფულზე არ დახურდავდე და უფლის სამსახურში მოგეცეს ეს ყველაფერი. აი ესეთ რთული გზით გატარებს უფალი. თუ შეიძლება ასე ითქვას. ძალიან ბევრ რაღაცასაც განსასწრელსა, რაც გარეთ ხდება, მე ეკლესიური ლოგიკით რო აანალიზებ, სულ სხვა, ასე ვთქვათ, თვალსაჩინო იხსნება. და ну, რაღაცნაირად მაინც შევაჯამოთ აი ამ კითხვაზე პასუხი. ცით აი ესეა რომ სამწუხაროდ ბევრს არ ესმის რა არის მართლმადიდებლობა, რა არის ეკლესიური ცხოვრება და გამომდინარე აქედან თუნდაც რითაც დავიწყეთ, წარმოდგენაც კი არა აქვთ აი სასწორწარკვეთილებასთან ბრძოლის კუთხით რა უნდა გააკეთოს. არა ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხაზი. რომ მოერიო საკუთარ თავს. მე პირადად აი ცხოვრებაში თეთრი შური თუ ქვია ამას. ვიცი ჩემ შურებია ყოფილან სასულიერო პირები, რომლებზეც უთქვამთ ჩემთვის, რომ ის მუდმივად სიხარულის მდგომარეობაში. მას არაფერი არ ადარდებს. განსასწრელი მასზე არ მოქმედებს, თუ შეიძლება ასე ითქვას. ერთ-ერთ აი ესეთი ხუცესია, ერთ-ერთ ღვთოზე მითხრეს უფალო მომეძალა, რათა სულიერი სიმშვიდე შევეღო ყოველ იმასაც მომიტანს დღევანდელი დღე. და სულიერების მაღალ დონეზე უკვე ცხოვრებისეული განსასწრელი ადამიანებზე უკვე აღარ მოქმედებს. ის სხვა კატეგორიის ადამიანები არიან, მაგრამ არსებობენ ეგეთი. ასე ვთქვათ, ადამიანები. და დღევანდელ ადამიანს ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს. ეკლესიაში იყო და წარმოდგენა არ ქონდეს, როგორ უნდა ებრძოლო სასწორკვეთილებას. როგორ უნდა იყო ისე, რომ ნაკლებად იყო მოწყენილი. აი ეს ნიშნავს, რომ შენ სწორად ეკლესიურად არ გიცხოვრია, პირდაპირ გეუბნებით. ეკლესიაში იყო და ისევე გამოდიოდა წყობიდან და ისევე ილანძღებოდა და იბილწილს იტყუებოდა, როგორც 10 წლის წინათ ამას აკეთებ.
ეს ნიშნავს, რომ შენ ეკლესიურად არ გიცხოვრია. და არ გივლი ეკლესია. ეკლესიურად იყო და იგივე ნაირად შენში მრუშული განცდები, გაქანების საშუალებას აღწევდეს. ნიშნავს, რომ ეკლესიურად არ გიცხოვრია. ანუ შენში თუ უკეთესობა არ შეინიშნება, პიროვნული სულიერი კუთხით ჩათვალე, რომ შენი ეკლესიური ცხოვრება მიზანს არ აღწევს. ძალიან დიდი მადლობა, მამა, ერთ სასულიერო პირი ამბობს ესე, რომ ღმერთიო რაღაცა შენი მეძე არისო და შენ რომ მოიწყეო და შენ ანუ შენი თუ ბოროტიო ებძვისო ღმერთს როგორ უნდა ებძოლო ხო მისი შვილით ხო რა თქმა უნდა და ანუ აი რაღაცა ბძოლის ველიო არისო ადამიანიო რა ბოროტისა და აი ღმერთსო ბოროტი მაგით ებძვისო და შენ როცა იწყენო აი ღმერთს აყენებ ამით ზიანსო იმიტომ რომ ფაქტიურად ღვთის იმედი არ გაქვს ხა შენი მშობლის იმედი რო არ ქონდეს სადმე რო ხარ და ესეთი მომენტი არის და ძალიან ანუ თვითონ ვეგმობ ღმერთს უკვე ხო რა იმაზე მეც ბოროტი ვერ დაუშავებს ხანდახან ჩვენ რასაც უშავებთ ხოლმე რა და თუ შეიძლება ზარი არის მამაო ეთერში და დიდი მადლობა მამაო ესეთი ლამაზი ახსნისათვის გისმენთ მოგესალმებით დაგვლოცე მამაო ცოტა ხმამაღლა თუ ისაუბრებ დაგვლოცე მამაო დაგვლოცე ღმერთმა დაგლოცოთ გაიხარეთ გისმენთ ქალბატონო მამაო როგორ კარგად საუბრობთ მამაო თქვენნაირები მამაოები უნდა დამოძღვროთ ხალხი პოლიტიკოსები არ აგვყავს ჩვენ მამაო არ აგვყავს ჩვენ პოლიტიკოსები სხვისი ჭირით ეღარო თქვით ბრძანეთ სხვისი ჭირი ღობეს ჭხირი ასე ცხოვრება არ შეიძლება მამაო უწმინდესი გვყავს ისეთი აურა აქვს აი მასთან რომ მივდივარ ხოლმე და დაგლოცავს აი არ არსებობს რომ რაღაცა ჩავიფიქროთ რაღაცა და არ გამოგვივიდეს ის საქმე უფალმა გამოგვიგზავნა ალბათ უწმინდესი და მამაო ძალიან უნდა მოუწოდოთ ეს პოლიტიკოსები კი არა რა დღეში ჩააყენეს ქვეყანა მამაო აი თქვენნაირად უნდა მოძღვრავდეს და იქნება შეისმინონ ქართულმა ხალხმა რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება ასე გაზლუქუნებული ხალხი ერთი პარტია გაზლუქუნებული და სხვას ასე უჭირდეს ასე ცხოვრება როგორ შეიძლება მადლობა ჩემო კარგო ქალბატონო აი ქალბატონს ამხელა ხედვა ქონდა რომ უწმინდეზე როგორ აი წარმოგიდგეთ მას რო ხედავ მიხარიაო და მამო სხვათა შორის მამო აი ესეთი აი არ ვიცი დეპრესიამდე ალბათ ამასაც მიყავს ადამიანი რომ არც ღმერთის მადლობელი არც ღმერთმა რაც მისცა იმის მადლობელი არის ეხა აი როგორ შეიძლება სიტყვა შაბათს ან კვირას რაღაცა უწმინდესი წირვა მოისმინო ან იმ ადგილას გაიარო სადაც ჩვენი უწმინდესი არის ხო და იქ ბედნიერი არისო მე არ ვიცი რამდენი რა თანხა რამ უნდა გაგახაროს ესე რაც მისი ნახვა სიტყვაზე ადამიანებს ახარებთ ხო აი როგორ ამბობდა ქალბატონი აი თუ შეიძლება მამო აი როგორ შეიძლება მამო აი ეს გაიხადოს ადამიანმა ბედნიერების რაღაცა ნიშად იმიტომ რომ ისევე არ იყოს უბედური რა თქვენ რო საუბრობდით ეხლა რომ აი ამბობდით რომ ეკლესიაში ვინც არისო მე ულაგდებაო იმიტომ რომ შეიძლება არ დაულაგდეს მაგრამ ისიც ის რომ ეკლესიაში რო არის იმაზე მაგარი დალაგება არაფერი არ არის ანუ აი ის არის მისთვის სიმდე შეიძლება მე მინდოდეს რაღაცა ფული მივიდე ეკლესიაში ის ფული ვერ ვიშოვო მაგრამ ეკლესია ჩემთვის იმხელა მატერიალურზე და ყველაფერზე მეტი იყოს რომ უკვე მდიდარი ვიყო ხო სიტყვაზე აი ეს მომენტი მამო როგორ უნდა გაითავისოს იმიტომ რომ აი ესეთი თქვენ ადრეც ახსენეთ თუ გახსოვთ მამაო რომ ისა რა ქვია მეტი რაღა გინდაო აი უფალს რაღაცას ევედრებოდაო და სულ ლოცულობ და სულ ლოცვაში და სულ ჩემთან ურთიერთობაში ხარო ხო აი ამას სწავლობს ადამიანი აი თუ შეიძლება მამო აი ამასთან დაკავშირებით რა მეც მინდა მადლობა გადავუხადო ამ ქალბატონს ესე თბილი საუბრისთვის და ზოგიერთი ზარი გამხნევებს რაღაც სიტყვა გეღრება გულში და სიამოვნებს ესეთი ადამიანები არსებობენ და დაში როდესაც მომისმენი ეთერში ისეთი ტონით რეკავენ ისე ილანძღებიან და ასე და ასე შემდეგ. ჩვენთან სხვათა შორის ჩვენ გადაცემაში არ ვწიათ, უღაც სულ ძალიან კარგი, ყოველ შემთხვევაში ესეთი საუბარი გსიამოვნებს ადამიანს და მადლობა რომ რაცნაირად სასიამოვნო წუთებს გიმრავლებს აი ამ ასე თქვა ცხოვრებაში. ხა რაც შეეხება იმას რომ დავკმაყოფილდეთ იმით რაც გვაქვს გიორგი პირდაპირ გეტყვით რომ
აი ქრისტიანობა არის ძალიან რეალისტური მოძღვრება. იმისთვის რომ აი ამის უნარი მოგეცეს, აქაც 9 ფუთი მარილი უნდა შეჭამო. დიდი გზა უნდა გაიარო. ესე ციდან არ ჩამოგიფრინდება ეს. მე მახსენდება ერთი პერიოდი მაშინ ერისკაცი ვიყავი, დავდიოდით იქ ონკოლოგიურ საავადმყოფოში და სასულიერო პირს ვეხმარებოდით და იქიდან რომ ჩამოვდიოდით, ჩვენი გაჭირვება არაფრად არ მიგვაჩნდა. ფიქრობდით, კარგი რა, ათრაშენი წუწუნი და პრობლემები. გავიდოდა 3-4 დღე ისე ვიწყებოდა წუწუნი. ეს ერთ-ერთი ხერხია უფლის, ასე ვთქვათ, ადამიანის აღზრდის, რომ აი როდესაც გიჭირს, შენზე გაჭირებულს მოგივლენს. და იმის მოზე შენი გაჭირება არაფრად არ მოჩანს. ეს სხვათა შორის აი შეგნებულადაც კი აკეთებენ, აი იღუმენი ნიკონიანი ვორობიო ესე დიდი მამა იყო, რუსი ამბობს, რომ როდესაც გიჭირსო, წარმოიდგინეო შენზე უფრო გაჭირებული ხალხიო, თქვა საპატიმროში ვინც არისო, საავადმყოფოშიო და ასე და ასე შემდეგ. და თუნდაც როდესაც ჯანმრთელობის პრობლემა დგება, რა იქ ადამიანთა რა შეგრძნება, იცი, ოღონდ ეს მოგვარდეს და რაზე ვიწუწუნებ და რას ვინატრებ. ასე რომ მე რა მინდა ვთქვა, რომ აი ეს უნარი რომ გამოიმუშაო და აკმაყოფილდე იმით, რაც გაქვს, ესე ადვილად არ მოდის. აი ამიტომაც არის მართლმადიდებლობა ძალიან რეალისტური მოძღვრება და ამ რეალიზმსაც ბევრი ვერაცნობიერებს. ეს გეუბნება, რომ შენ რაზეც ოცნებობ, რაც გინდა, ეს დიდი სულიერი შრომის შედეგად მოვა, მაგრამ მოვა. და არა უცებ. მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა. შემდეგ რა არის, იცით, რომ განსაკუთრებით მაინც მინდა აღვნიშნო ის, რომ სასწავლებლობასთან, დეპრესიასთან ბრძოლა ეს არის ხელოვნება. აქვს სხვადასხვა საშუალებებია. აი ამ საშუალებების შესახებ ადამიანებმა უნდა იცოდნენ. მრევლისევრებმა უნდა იცოდნენ. აი მრევლისევრებსაც ძალიან ნაკლებად რო წარმოდგენა ჰქონდეთ. აი როგორ შეიძლება გაუმკლავდე აი ამ ასე ვთქვათ ვნებას. ეხლა მაინც მოკლე გადახვევა მინდა გავაკეთო, რომ როდესაც დეპრესიის შესახებ საუბრობთ, და ხშირად სასწავლებელი დეპრესია ძალიან ბევრი თანხმედრაა ამ ორ ასე ვთქვათ დასახელებას შორის. დეპრესიის სახეები უნდა გამოვყოთ. არის მაგალითად დეპრესია, ენდოგენური დეპრესია, რომელიც თანხმლებია ფსიქიკური აშლილობების, მაგალითად შიზოფრენიის, მაგალითად მანიაკო-დეპრესიული ფსიქოზის. ამ შემთხვევაში, როდესაც მწვავე ფონია იქ სულიერი მიდგომა არ არის გამართლებული, იქ არის მედიკამენტური მკურნალობა საჭირო. არის მაგალითად სომატოგენური, როდესაც აი რაღაც დაავადება და იმასთან ახლავს, მაგალითად ადამიანის ინფარქტი რო დაემართება, რაღაც დაავადება რო ჭირს, მე უკვე დეპრესიული ფონი თავს იჩენს. ეს სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ აი მძიმე ავადმყოფობის დროს ძალიან იცვლება ადამიანი, ხდება უფრო გაღიზიანებული, მიდის სასწავლებლისკენ და ასე და ასე შემდეგ. ცოტა თუ უძლებენ ამ განსაცდელს. მაგრამ არის ფონი, მაგალითად კიდევ ხო ეს გამორჩა მხედველობიდან თქვა, რაღაცა დიდი ცხოვრებისეული ტრაუმა, ნუ ავარიაში მოყვა ადამიანი, გვერდზე ვიღაც დაიღუპა და ასე და ასე შემდეგ. ახლობელი გარდაიცვალა. რამდენი რაღაცა არის არა, რომელიც ძალიან დიდი ტკივილის მომტანია ადამიანისთვის. ასე რომ დეპრესიის სხვადასხვა სახე არსებობს. და არის დეპრესიის ფორმები, სახეები, სადაც იქ აუცილებელია სამედიცინო ჩარევა. აქ მოდელმა რომ საკუთარ თავზე აიღოს ეს დიდ შეცდომას დაუშვებს. მე ხშირად ვამბობ, როგორც კარდიოლოგია, როგორც გინეკოლოგია, ასე არის შექმნილი უფლის მიერ ფსიქიატრიაც. და რამდენჯერ უფლისთვის მადლობა მithkoms, რომ იცი, მადლობ ლუპალიო, თქვა ფსიქიატრები არსებობენ, იმიტომ რომ არის მწვავე მდგომარეობა, მე რამდენიც არ უნდა ველაპარაკო, არაფერი არ ესმის. მაგრამ არის ძალიან დიდი სფერო, სადაც აუცილებელია სულიერი მიდგომა. დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყოფა. აი მაგალითად, როგორ შეიძლება რომ შენ იყო ამ კუთხით დაცული. ერთი, თქვათ,
ძალიან მნიშვნელოვანია აღსარება. როდესაც აღსარებაში ამბობ შენი გულის ტკივილი, შენი შემაწუხებელი განცდების, აკვიეტებული შიშების და ასე შემდეგ, ხშირად შეიგრძნობა შვების მომენტი. მონასტერში არსებობდა ეგეთი წესი. და ეხლაც არსებობს, რომ დღის ბოლოს მიდიოდნენ ხოლმე მონასტრის წევრები და თქვათ მოძღვარს ან იღუმენიას ან გამოცდილ ასე ვთქვათ სასულიერო მოღვაწეს ეუბნებოდნენ მთელი დღის განმავლობაში რას ფიქრობდნენ. რა განცდები იყო მათთვის შემაწუხებელი. არის ესეთი სულიერი კანონი, რომ აი ბოროტი ძალა მხილებას ვერ იტანს. როდესაც ამხელ მას ხელფეხი ეკვეთება. ძალიან ხშირად იცით აქ კიდე სხვა სფეროში გადავდივართ, რომ არის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მომგზავრე ეს მებრძოლი ბოროტი ძალა, რომელიც ადრამატიზირებს ყველაფერს. ცხოვრებაში როგორ არის პრობლემები, როგორ არის განსაცდელი, როგორ არის გაჭირვება, მაგრამ აი ამ გაჭირვებას წარმოუდგენს ფსიქოლოგიურად გაუსაძლისად ადამიანს. იქ მადლი თუ არ შემოვიდა, იქ შეუძლებელია რომ ადამიანი იყოს დაცული. არის კიდე სხვა საშუალებებიც, მაგალითად იგივე სასულიერო ლიტერატურის გაცნობა, ძალიან მნიშვნელოვანია. მე პირადად აი რო უკვირდები ხოლმე ჩემ ცხოვრებას, ზოგჯერ არის რომ ვიცი რომ არაფერი არ მეშველის თუ არა ვიღე სასულიერო ლიტერატურა. განსაკუთრებით ჩვენებს ხოლმე წმინდანთა ცხოვრებები, თანამედროვე. არის ესეთი წიგნი მამა არსენი, რომელიც ვიცი ზეპირად. ზეპირად როგორ ახლა ვიცი რომ ერთ წინადებას რო წავიკითხო, მეორე რა იქნება, მაგრამ მაინც ვკითხულობ. და სულ ახალ-ახალს და სულ მშვიდდები, იცით რა არის, სულ აძლიერებს. საოცარი ის არის წიგნი ეს რუსული. ან კიდევ სხვა ლიტერატურას ჩავაფრინდები. აი რაღაცა მომენტი დგება, როდესაც ვგნობ რომ არაფერი არ მიშველის. ზოგჯერ მაგალითად ლოცვა. აი ვის არ უგრძნია, იცით? აი წარე სინამდვილე პრობლემები. წაიკითხავ საღამოს ლოცვას და ეს თითქოს ყველაფერი იფანტება. გულში სიხარული შემოდის, უფლის მინდობას გრძნობ და ასე და ასე შენ. არა შეიცვალა, წარე სინამდვილე ხო იგივე დარჩა, მაგრამ ლოცვა დაიწყე. ან ეკლესიაში რამდენს ვთქვა, შევედი დამშვიდი, ხო? მადლს ეს ახასიათებს. ერთ-ერთი საშუალება რა არის, თქვათ, სასარგებლო ბრძოლის შრომა. მონასტერში ესეთი წესი არსებობდა. თითქოს უაზროდ მუშაობდნენ. აი ერთი ადგილიდან ერთ ადგილას ქვები ეყარა, ამ ქვებს გადაიტანდა მეორე ადგილას და მერე დააბრუნებდნენ უკან. თითქოს რა არის, ხო, უაზრო შრომაა, ხო, მაგრამ აი ამ შრომაში სწორედ ამ მოწყინებას სასარგებლობას ებრძოდნენ. ზოგჯერ უბრალოდ უნდა გაიარო, გახალისდე, ვიღაცას უნდა შეხვდე. ესეც მნიშვნელოვანია, შეიძლება ბუნების წიაღში გაისერნო. სასარგებლო ბრძოლა ეს არის ხელოვნება. ყოველ მომენტში არის რაღაცა საშუალება შენთვის ყველაზე უფრო დამამშვიდებელი. აი ზოგჯერ პირდაპირ ვიტყვი რომ არის ესეთი მომენტი რომ სასარგებლო ძალიან უწყობს ხალხს გონებრივი გადაღლა. შენ თუ გონებრივად გადაიღალე, იქ შეიძლება ლოცვამ უფრო დაგამწინოს, იმიტომ რომ ლოცვას თავის ენერგია ჭირდება. იმ მომენტში უნდა დაისვენო. და რომ დაისვენებ, არა, თავისთავად აღიდგენ უკვე ამ ასე ვთქვათ ენერგიას. აი დეპრესიულ ავადმყოფებთან არის ესეთი ხერხი, იცით, გამოყავდათ ეს დეპრესიული ავადმყოფები და ზეს საყურებნიებდნენ, რომ ენერგიისგან დამოხტულიყვნენ. როდესაც თიშავენ, მათი გონება ისვენებს და აღიდგენ სასიცოცხლო ასე ვთქვათ ძალებს. ასე რომ შეიძლება ყველა საშუალებას მე ვერ შევეხო, მაგრამ ალბათ იგივე ეკლესიური იქნება თუ არა ეკლესიური, უნდა ფლობდეს სასარგებლობასთან გამკლავების ხელოვნებას და მით უმეტეს დღეს რითაც დავიწყეთ ესეთი მეტად ძიმე ფონი ამ თვალსაზრისით არა, ალბათ ხალხი უნდა სხვადასხვა კუთხით გავხადოთ ინფორმირებული, როგორ შეიძლება აი ამ ძიმე დეპრესიულ ფონს მოვერიოთ და დავაფერხდეთ. დიახ, სამწუხაროდ ჩვენი დრო იწურება, როგორ ულიმწყდება ესე რომ რაღაცნაირად. თუ შეიძლება რომ უთხრათ კიდე ის რომ სიტყვაზე აი ანუ სახში იკეტება ბევრი რაღაცა და ასე შემდეგ და ეს არის კარგი თუ არა, აი ზოგს მაგალითად ჭირსვა მე ხა წავალ აი აქ ჩავიკეტები და მე გამოვალ და გადის 10 წელი, 20 წელი და ასე შემდეგ. არა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, უმნიშვნელოვანესი მომენტი არის, როდესაც გიჭირს ვიღაცას გაუზიარო, არა შენი გასაჭირის შესახებ.
მით უმეტეს თუ მიდიხარ ეკლესიაში და მოძღვარს ესაუბრები, იქითი ახსენება სხვა დატვირთვა აქვს. რამდენჯერ შემინიშნია საკუთარ თავთან მიმართებით ახსენებაში მithქვამს და ის ძალიან გაფერფთალებულა რაც მას უხებს. ასე რომ სახში ჩაკეტვა ეს არ არის რა თქმა უნდა გამოსავალი. მე ვურჩევ რომ მივიდნენ მოძღვრებთან, ეხა მოძღვრები თვითონ შეარჩიო, პირდაპირ უნდა ითქვას ეს. ალბათ ესეც სათქმელია რომ ყველას თავისი ინდივიდუალური მოძღვარი ყავს. ყველასთან ყველა ყუზას ვერ ჩაუშვებს მოძღვართან, ასე რომ შეარჩიოს მოძღვარი, ვინც თანაც გაიხსნება, სიმპათიურობა მივიდეს, ესაუბროს და პლუს კიდე ალბათ ფიქრობ რომ საჭიროა რომ აი ეს ხერხები წინ წამოიწიოს თუ რით შეიძლება დეპრესია დავამარცხოთ. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამო სამწუხაროდ რომ გავიდა ჩვენი და ძალიან გული მწყდება რომ ესე მორჩა გადაცემა და კიდე ბევრს ვისაუბრებთ თქვენგან, თქვენთან იმედია კიდე გვეწევით. ორს მადლობას მოგახსენებთ. ჩემი სტუმარი გახდათ მამა დავით ციცქიშვილი, მე გახლით გიორგი დარასელია. იქით სამშაბათს საღამოს 9:00-ს დაგიბრუნდებით. ხოლო რა ვიცი, აი დეპრესია ვისაც გჭირს და ვისაც რაღაცა ის უიმედობა და რაღაცა ესეთი რაღაცა გჭირთ, აუცილებლად ეცადეთ რომ ტაძარში მიხვიდეთ და აი აუცილებლად ღმერთს არც ერთი წუთი არავინ არ დაუტოვებია და არავისთვის ხელი არ მიუშვია და იცოდეთ არ თქვენ გაგიშვებთ და მიდით ტაძარში, იმიტომ რომ როგორც თქვენ უნდა იყოთ ღმერთის სიმეძე, ისე ღმერთი არის თქვენ სიმეძე და კარგად იყავით, ბედნიერებას და სიხარულს გისურვებთ. წარმატებები.